გამარჯობა, გათენდა კიდევ ერთი დღე. დილიდან გამოვზიდე ელიავა, სახლიდან წამოვიღე ის, რაც გონებაში წლების წინ ჩემი სახლისთვის ქონა ნაყიდი, მაგალითად ეს სავარძელი. ძლივს ჩავტიე მანქანაში და გავემართე ჩემი სახლისკენ. ასევე ვიყიდე ხალიჩა და მაგის გადასაფარებელი, უკვე აი დეკორატიულ ნაწილზე გადავედით და ბოლოს ფარქლებს ვამატებთ იმ ოთახს, რომ მზად იყოს დაბადების დღისთვის და აი ბოლო წამს მომწერა ფოქსელენიკომ, რომ მე გადაღება დავასრულე და თუ გინდა გამოყვებიო. ამიტომ უკან მოვბრუნდი და ახლა მივიდივარ, რომ ელენიკო ჩავისვა. როგორც ვთქვი, ჩემი სახლის კარი მეგობრებისთვის ყოველთვის ღია არის, ამიტომ კიდევ ვიტყვი, რომ გუშინ დავდა პირველი ვიდეო. თქვენ რა გონიათ, მე ამდენი ეპიზოდი წინასწარ არ მქონდა გადაღებული? ერთი სულ მქონდა, როდის გაგიზიარებდით მაგ ამბავს. გუშინ დავდა პირველი ვიდეო და ვიცოდი, რომ კეთილი ადამიანები არსებობდნენ დედამიწაზე, მაგრამ მაგდენი კეთილი ადამიანი და მაგდენად კეთილი ადამიანი მართლა არ წარმომედგინა. ყველამ თავისი პროფესიის განვითარება შემოთავაზა მაგ სახლში და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მიხარია. დამიკავშირდნენ დიზაინერები, არქიტექტორები, ელექტრიკოსები, ანუ ელექტრობა ვისაც ესმის ეგეთი ხალხი და ყველა მზად არის რომ დამეხმაროს. ძალიან დიდი მადლობა. თუ ოდესმე იფიქრებთ, რომ კეთილი ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე, ის ჩემი პირველი ვიდეო ნახეთ და კომენტარებში შევუყევით რა, მართლა ნახავთ, რომ ძალიან კეთილი ადამიანები არსებობენ და სხვისი ბედნიერება რომ ძალიან უხარიათ და დახმარებას რო გთავაზობენ. ერთი კომენტარი იყო ასეთი, რომ სხვა იუთუბერებისგან გაგიცანი, დასავლეთში ვცხოვრობო და რადგან ვერ გეხმარებითო, იქნებოდა და ანგარიშის ნომერი და დაგირიცხოთ და ფინანსურად მაინც აგეხმართო და აი ეგეთი რაღაცების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. კიდევ ერთი კომენტარი იყო, მაგრამ მადლობა. კიდევ ერთი კომენტარი იყო და ისა და მაყუთი საიდანო და ერთხელ ვიტყვი და მეტჯერ არა, ძალიან ისეთი კაცი ვიქნები ამ ბავში, რომ ადამიანები რო უყურებენ კრეატორებს, მეც ეგრე ვიყავი მართლა. აი მაგალითად აღმოჩინე ახალი კრეატორი ვიღაცა ლინა ხო, სხვა. გგონია რომ რასაც ხედავ მხოლოდ მაგას აკეთებს და მაგას ანუ რაღაც ბექ ისტორია არ აქვს რა. ასე მგონია რომ ადამიანები რო უყურებენ იუთუბერებს ან კრეატორებს ან ტიკტოკერებს ან ინფლუენსერებს გონიათ რომ მხოლოდ ის არიან ის ადამიანები რაც ჩანს აი ახლა ხო უყურებთ ტელევიზორში ან კომპიუტერში ან მობილურში აი მხოლოდ ეს ხო არ ვარ. აი შენი მობილურიდან ან კომპიუტერიდან ან ტელევიზორიდან რო გავალ ხო რაღაცას გავაკეთებ. ხო მყავს ოჯახი, ხო მყავს ახლობლები, ხო იქნებ რა ვიცი დედა ჩემი ბიზნესმენი, ან იქნებ სახლი ქონდა ოჯახს და გავყიდეთ, ან იქნებ მანქანა გავყიდე, იქნებ ლოტოში მოვიგე, ხო? ეგრევე მოდის აი ეგეთი აგრესია რა, რომ საიდან გაქვს ფული და bro 17 წლიდან მუშაობ და სესხიც მაქვს და დედა ჩემიც მეხმარება და ჩემი ძმაც მეხმარება და ბებია ჩემებიც მეხმარებიან და რავი, აი ეგრე პირველ ვიდეოში ვთქვი, რომ ძალიან იაფიღირდა სახლი მართლა, თორე რო ყოფილიყო რაღაც 50-60,000 დოლარად ვიყიდდი თბილისში ბაწუკა სახლს, ალბათ ან არ ვიყიდდი. მაგრამ აი ეგ რაღაცები არ მომწონს რა. ხალხი მუშაობს, რაღაც ნახატებს უყიდი ხანდახან, ბოლოს არის პერანგებზე ვხატავ, ეგრე ვიყიდე, ძალიან მაგარი ლეპტოპია ეს მობილურიც და რაღაცებს ვაკეთებთ რა. ერთი თავს დავდებ, რომ ხალხს არ ვძარცვავ და ბარიგა არ ვარ და არ ვიცი, ან სულს არაფერს არ ვაკეთებ მოკლედ და ყველა სხვადასხვანაირად რო შრომობს, მეც ჩემი შრომით და მუშაობით ვიყიდე ეგ სახლი მართლა თქვენი ჯიბიდან ფული არ ამიღია. და აქვე იმისიც რომ ფინანსური მხარდაჭერა არ მჭირდება, არ მინდა, უბრალოდ მოდით ერთად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ჭირდებათ, 1000 ბავშვი არის ვინც მკურნალობს და აი რავი მოკლედ ძალიან მაგარია და მაქეთ გადავირცხოთ ეგ ფულები რა ფულებსაც ჩემი სახლისთვის გაიმეტებდით მოკლედ და მე ნელ-ნელა მივხედავ მაგ ამბავს რა. ამიტომ მე მივხედავ ჩემს საქმეს, გავაგზავნებ მუშაობას, თქვენ საქმეს მიხედეთ, გააგზავნეთ მუშაობა და საღამოობით შევიკრიბოთ ხოლმე YouTube-ზე და ჩემ ვიდეოებს უყურეთ. ეგ იქნება ყველაზე დიდი საფორტი და თქვენი იდეების და არჩევების გაზიარება უფრო დიდი საფორტია იმ მაგაზე. მეტს ვერაფერს დამირიცხავთ. გავაგზავნოთ ახლა დღე. დღე ძალიან საინტერესო დღე იქნება. ახლა ჩავალთ ჩემს სახლში და დღეს ბოლო წამს დავპატიჟე ჩემი მეგობრები დაბადების დღეზე. ცოტა უფრო მეტი მეგობრის დაპატიჟება შემეძლო, მაგრამ ძალიან ფლიზერი ვარ და
იმ მოუწესრიგებელ გარემოში მინდა რომ ის ადამიანები იყვნენ ჯერ ვისთანაც არ მომერიდება და არ ვიშფოთებ რომ აი რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს. ვინაგებს დღეს ხალიჭა. გადაი და ეხა დავიღოთ ჯერ შეიტანი. ახლა ელენიკო მეტყვის აქედან რომელი ავეჯი დავიტოვოთ. ნახე ჯერჯერობით ყველაფერს ვიტოვებთ, მაგრამ ერთადერთი რასაც დავტოვებდი არის ეს კარადა, რომელიც არის ყველაზე ხარისხიანი ამ ავეჯის შორის, ყველაზე კარგად შენახული. თან ძალიან მარტივად შეიღებება, უბრალოდ დააზუმფარებ და ძალიან კარგი ზურმუხტისფერი ან პატარა დეტალებით, იქ ოქროსფერი დეტალებით. მოგეთ, კაი ტიპი არა, რეალურად ზედა კარადაა და ქვემოთ ალბათ არ არის, მაგრამ მე მგონია რომ ქვემოთაც ძალიან მშვენივრად გამოიყენება ტელევიზორის დასადებად ან რაღაცა. ეს გავატანოთ, ესენი გავატანოთ. აქაც რა ვიცი, მე მგონი ისეთი არაფერი. იმ თაროებს თუ დაიტოვებ და შეღებავ, საყვარელი წიგნების თაროები მართლა გამოვა. დასადებად გავა. ეს რა არის? ჩვენ სკამები არ გვაქვს ამიტომ ხალისთვის ნებისმიერი ფუმფულა რაღაცა გამოგვადგება. არა, ამებს გადავაფარებთ და სკამი გვაქვს. ნახე უკვე რამდენი ადამიანის ადგილი გვაქვს? 3 2 რამდენი გამოვიდა? მე გეუბნებ რომ მაგიდას თუ ესე დადებ, აქაც დასხდებიან რა. აი ვერ დასხდება. დასხდება. თურქულად. ეხა მოვასწრებ თავით აქაურობა ყველაფერი კარგად და ეხა ბოქსო წავა და იმ კაცს ეტყვის რომ აუჭაღი ჩამოვხსნათ რა. სურა ჩამოვხსნათ რა. ეთ შეიძლება რომ ჭაღი ჩამო. მიკროფონს აგამაგრებთ ისე. ეხა ვიყიდით იმას დასამაგრებლებს რომ არ იმოძრაოს მაგან და პრობლემა არ შეიქმნას. აუ ჭაღის დემონტაჟი შეგვიძლია? ჩამოღება. ახალ ჭაღს ჩვენით დავამაგრებთ, უმარტივესი ჭაღი გვაქვს დასამაგრებული. უბრალოდ აი მართულია დაგვიტოვოთ რა. იმენა hungry man-ში მგონია თავი. რომ ავალებე ხოლმე რაღაც. აქ პატარა hungry man-ი გვაქვს რა. ეხლა მე რა ვქნა. ეხლა მათ რო ვიყიდი აქ და ეს ჭაღი ჩემი ოთახსნაირია, ოღონდ ცოტა პატარა იკეადან არის. მომაკ. Unboxing mačuka მეხსერვის პარათი ისე ბედნიერად ვიღებ ვიდეოებს, ადგილი რომ აქვს. აჰა. ადგილი მაქვს რამდენიცი ყველას დაგტევთ. ეს არის იკეადან წამოღებული ჭაღი. ლიტვაში ვიყიდეთ. ლატვიაში. ძალიან მაგარი ჭაღია, ოღონდ უფრო დიდი უნდა წამოვიღო, მე კიდე ძალიან პატარაა რა. ესე ატრიალებ და მე კურჭავ რა. და დიდი უფრო მაგარია ესეთი ფიცელი. აი ნახე რა, ყვავილია ჩვეულებრივი. ჩვენ მოხსენით ძველი ჭაღი. იცით საჩო ვინახავ? ავტოფარეხში. იმიტომ რომ სულ მინდოდა მქონოდა ავტოფარეხი, სადაც ჩემს გამოუსადეგარ ნივთებს შევინახავდი. Perfect. აქედან ჩანს ძალიან ლამაზი ბზის შესვლა. დღეს ბევრი არ გადავიღე, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე რა. რა მაგრა გააკეთეთ ფოქსო? აქ შუქი გვაქვს. მეშინია. შენანთე. მე ბრერადგილებში აი ესე ღრმად ვერ შედივარ. ამ მე მგონი ამ საერთოში. ეს კარადა? კი. თუ სადმის ეს კარადა? რა ვიდალეწება. ვაა! ჩემი მეკითხა, მაგრამ შესაძლებელი?
ახლა ხალიჩას გავშლით. პადონებს დავადებთ ზემოდან. პადონებს გადავაკრავთ ზედაპირს. ხალ პადონების ქვეშ გავუშვებ ლამაზ განათებას ოღონდ ელემენტებზე რომ აღარ გადავწვათ სახლის დენი. ჩემს სახლში გადის ერთფაზიანი დენის სისტემა თუ რაღაც და ორფაზიანად უნდა გადავაკეთოთ. ამიტომ ელექტრობა თუ კარგად იცით, მე გაზაფხულზე დაგირეკავთ. თავარია კარგი იყო და პროფესიონალი და დაგირეკავ გამიკეთე სახლში ელექტრობა რა. ეს კაი. აუ ისეთი მაგარი გამოვიდა, მგონი დღეს საერთოდ არ გაჩვენებთ რა. მე მგონი დღეს დავამთავრეთ. მაგიდა გავონაწილეთ, განათებები გავონაწილეთ და დღეს ღამე დავიწყებ სამგორის ყვავილების ბაზრობიდან და ხვალ ელიავამდე, ხვალ დილას ელიავაზე დავასრულებ დამატებით რაღაცების ყიდვას და დილით მოვალ და მივხედავ აქაურობას. ხვალ დილით ნამდვილად მარტო იქნები სურპრიზების გარეშე და მე ჩამოფოქსო და მე ჩამვლენ სხვაუშევი და ფოქსომ წეღან აი ეს პროცეულები მაგიდაზე დადო და ხვალ უფრო კარგად გაჩვენეთ, მაგრამ ძალიან ლამაზია რა. მაგარი იყო რა. შენ თქვი რამე. დღეს კიდე სახლში რომ შემოდიხარ და პირველი ოთახი რო არის, მანდ ვნახეთ რომ შუქი ინთება და ანუ შეგიძლია რომ შუქს რო ანთებ რომ გაივლი ჩანს რომ სახლში ვიღაც ცხოვრობს საერთოდ რა და არიან და მაგარია ძალიან. რა თქვი შენ რა. ეს ოთახი ნელ-ნელა ემსგავსება ძალიან მყუდრო საცხოვრებელ ოთახს. ორ დღეში ბეტი რა გინდა რომ ვქნათ? აუ ლინაკცე. აქ დაიკიდება ფარდები ძალიან ლამაზი. ხალიჩა მე რო ბეყიდა უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ ლინა მენა ჯუჯოლარის ხალიჩა იყიდა. სამაგერად ნაძვის ხე გვაქვს უზარმაზარი. უბრალოდ ნაძვის ხე აგრ დიდი და უზარმაზარი თორე ხალიჩა დავისობასი. ის ხალიჩა იქნებოდა. ხვალ მთავარია ამ ბუთქუჩას კამებზეც არ დავსვამდეთ, იმიტომ რომ ნესტიანია, მაგრამ რა ვიცი ლინას აზრით ფეხზე ვიდგებით და მე მზადვა რომ ვიდგე თან თუ მუსიკა გვექნება ვიცეკვებთ აქ სივრცე გვაქვს ეგენი საყიდელი გაქვს მე მგონია რომ ძალიან მყუდრო გარემო იქნება ნუ აჩვენებ ამ კედელს და მგონია რომ ძალიან კარგ დროს გავატარებთ რაც ლინა 22 წლის არის 4 საათი დარჩა ეხლა მივდივართ აქციაზე იცი მაგარია ოღონდ კარგად დააჭირე ესეთი მოტივირებული არასდროს არ ვიღვიძებდი რა, ანუ 4 დღეა 6 საათზე ვიღვიძებ რა ხა. 7-ზე ხო ვიღვიძე. გუში 7-ზე გავიღვიძე, დღეს 8-ზე. ვიღვიძე რა. ერთხელ 6-ზე გამეღვიძე, მაგრამ არ ავდექი რა. ვისი დაბადების დღე მოდის? საათნახევარს. გაზაფხულიდან დღემდე ერთ სასტოში საჩამებერი არ მქონია სასტოი დღეს ვიყიდე. დაბადების დღის საჩქარია ჩემი. დაბადების დღეს გილოცავ, ძმობა ძმურად იყავი. კაცები, ძმაკაცი რო გრილს იყიდის და ერთ-ერთი ტიპი რო ამიქაიდა რო გასწავლე. ლავაზი დღეა, რანათელისია. იმიტომ რომ დღეს ლინაკოს დაბადების დღეა ჩაქრ. გილოცა. ანუ ფოქსო ყიდულობთ, ხო? ლელა მოვიდა. იცი ხარ ეს არის ჩემი პირველი შენაძენი 23 წლის ასაკში. რომ საათზე გაბრუნებ სახში. დაგინდა ჯერ ადრეა. მაგრამ დღეს ძალიან ბევრი თასკი შევასრულეთ, მე კმაყოფილი ვარ. მე უფრო მეტად ვარ კმაყოფილი.
მე წარმომიდგენია როგორ იძიებ შურს და შენი სახლის აი კოსმეტიკურ ნაწილზე რო გადახვალ სადაც არა მხოლოდ სახელმწიფო გადამარტყამატყ არა მხოლოდ სამნახაც დაგახატინებ სამ კედელზე ალბათ არა სამი კედლის ზომაზე მე თანახმაო მაგრამ შენ მაგით სიამოვნებას მიიღებ ჩემო კარგო ხელები ამიწევია გამომიყარა შევთანხმდით სახლების კედლის მოხატვით მოგინებთ მედალიკურს დაგვირეკეთ და შემდეგ ეპიზოდებში მე განახებთ რა მაგათ მოხატოთ ჩემი სახლის კედლებს აი შვიდობის დაბადების დღეს კი ლოცავ ლინა მე კი ლოცავ